ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად, რომელიც ძალიან საინტერესო აქსესუარზე ძალიან დეტალურად დაგველაპარაკება. მის კომპანიას ქვია Soft Matrasi, ამ კომპანიის მარკეტინგის წარმომადგენელი ყავს სოფო წიქარიშვილი სტუმრად და სოფო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე როგორც დილეტანტი, რა თქმა უნდა, რაც მაინტერესებს ჯერჯერობით ამ შეკითხვებს დაგისვამთ ამ საკითხში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსმენელის და მაყურებლის აზრსაც დაემთხოვა პირველ რიგში როგორ ვარჩევთ მატრას, რომელიც არის ორთოპედიული და რომელიც თან ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცვლება თუ არა ეს კრიტერიუმები და როგორ უნდა შევარჩიოთ ზოგადად აი სანიშნი რომ მოგცეთ თუ შეიძლება. კი ბატონო, პირველში მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, ჩვენი კომპანიის სახელით გიხდით მადლობას. პირიქით დიდი მადლობა რომ მოვწანდით. ეხლა რაც შეეხება ზოგადად როგორ შევარჩიოთ მეტრესი, საკმაოდ აქტუალური კითხვა არის, რა თქმა უნდა, ყოველი მეორე მოგმართავს ამ კითხვით, როგორი მატრასი ჭირდება, როგორი შემომთავაზებთ ასე შემდეგ. ანუ ზოგადად ორთოპედიული მატრასი ესეთი ძალიან ზოგადი ტერმინი არის და ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს თავის თავში. და ორთოპედიული ზოგადად სამედიცინო ტერმინი ჩვენ არ გვიყვარს ხოლმე არ ვიყენებთ. მაგრამ როგორც ესეთი ჩვენი ყველა მატრასი, კომპანიის Soft Matrasi ყველა მატრასი არის ორთოპედიული. თუმცა რას ნიშნავს ახლა ეს? ანუ მატრასი თითოეული მოდელი გათვლილი არის იმაზე, რომ ადამიანი მაქსიმალურად კომფორტულად მოირგოს, თუ დავუშვათ რაღაცა სამედიცინო მიმართულებით რაღაც ჩვენებები აქვს და ჭირდება ხერხემალზე პრობლემა აქვს, ან პოსტოპერაციული პერიოდი აქვს ასე შემდეგ, მათთვის უკვე ცალკე რაღაცა განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით ვურჩევთ მასალას, რომლისგანაც დამზადდება მეტრესი და შესაბამისი წესით მერე იკერება. ეხლა რაც შეეხება თვითონ ორთოპედიულს, ჩვენ ესე განმარტავთ ორთოპედიული მატრასის მნიშვნელობას, რომ ორთოპედიული მატრასი არის ყველა მატრასი, რომელიც არის ან რბილი, ან შედარებით, ესე იგი, მყარი სიხისტის, კი ბატონო, და ზოგადად ისეთი აქსესუარი, რომელიც ხშირად ხუმრობთ ხოლმე, რომ აი ტანსაცმელივით უნდა მოირგო. ორთოპედიული არის ყველა მატრასი, რომელსაც მოირგებ, იქნები მაქსიმალურად კომფორტულად, თუ რაღაცა განსაკუთრებული საჭიროება არ გაქვს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. გასაგებია, მაგრამ ნახე როგორი რაღაცა ეს მითი არის, ანუ გამიგია ეგ რომ რბილზე არაფრით არ შეიძლება დაზიანდება ხერხემალი, რომ აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მყარი ზედაპირი და ძალიან ისეთი. ეგ ანუ არ არის რეალობა, ხო? ეს არის აბსოლუტური მითი, ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს კვლევებს ამ ხრივ და უამრავი კვლევა აჩვენებს იმას, რომ თუ რაღაც განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს ადამიანს იმის, რომ ეძინოს მყარ ზედაპირზე, არ არის. პირიქით ძილის ხარისხისთვის მნიშვნელოვანიც არის, რომ ვიძინოთ მაქსიმალურად კომფორტულად, როგორც გვეკომფორტულება ზედაპირზე, ანუ რბილი მოგწონს თუ ხისტი ზედაპირი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ხო? კარგით, ეხლა თქვენ თვითონ უნდა მოირგო, როგორც 60 ასე. ანუ ეს მორგების პროცესი ორწუთიანი არ არის თავისთავად, ხო? იმიტომ რომ შეიძლება აი წამოუწვე და მივხვდე რომ ძალიან მომწონს ამ რბილ მატრასზე ეგრეთ წოდებულზე წოლა, მაგრამ მე მივხვდე რომ ცუდად მეცინა. ანუ ეს როგორ ხდება? ანუ ამის გამოცდა როგორ ხდება ესე ვთქვათ? ბატონო, აი ძალიან კაი შეკითხვა არის, რაც აუცილებლად მინდა საუბარი. პირველ რიგში, ანუ ურჩევთ ხოლმე უხმაროს, რა თქმა უნდა, ონლაინ ძალიან ბევრი იწერება და ძალიან ბევრი ესე ვთქვათ შეკვეთა გვაქვს ონლაინ, მაგრამ ეს როგორ რაღაც არის, 50-50-ზე, როცა ახლა ონლაინ უკეთავ არის პროდუქტი რეალურად მოგივა და შეიძლება არ მოგეწონოს და ასე შემდეგ. ურჩევთ ხოლმე რომ მობრძანდნენ ადგილზე გატესტონ, მაღაზიები გვაქვს თბილისში, რუსთავში, ბორჯომში, ასე შემდეგ. აუცილებლად კითხვა მისამართებს, იმიტომ რომ მობრძანდნენ ადგილზე გატესტონ, რამდენი ხანიც უნდათ შოურუმებში წარმოდგენილი გვაქვს უამრავი მოდელი. დავიძინოთ, ანუ წამოწვენ გატესტონ, კი ბატონო. და ასე შემდეგ. ხო, მართლა სამოსივით არის, აუცილებლად უნდა მოირგოს ადამიანმა, კომფორტულად უნდა იყოს პირველ რიგში და ნუ კიდე სხვადასხვა თვისებებზე ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, როცა ურჩევთ. და ჩვენ ახლა ხან დავნერგეთ ესეთი know-how ჩვენ კომპანიაში, აი ხშირად ქონია შემთხვევა რაღაცა მოუწერე მომხმარებელს, რომ კარგი მატრასია, უბრალოდ რაღაცა ჩემმა მეუღლემ ვერ მოირგო, მეუღლეს არ მოწონს, ან იმას მყარი მოწონს, მე რბილი მომწონს, როცა ონლაინ ხდება გამოწერა, კი ბატონო. და ახლა გადაწყვიტეთ, რომ მომხმარებელს მივცეთ ესეთი სატესტო პერიოდი, ჯერჯერობით ვარაუდობთ 100 დღეს, რაღაცა 2 თვიან 3 თვიან პერიოდს. რომ გატესტოს, ახლა ისეთი მაგარი რაღაცა არის.
რომ ეს გაწერილი იქნება ჩვენ საგარანტიო პირობებში, რომელსაც ოფიციალურად ვატანთ ხოლმე პროდუქციას, რომ გატესტოს 2-3 თვის მანძილზე, ნახოს თუ დაუშვათ მატრასს ვერ მოირგებს, ვერ დაიწინებს კომფორტულად, უკან დავიბრუნებთ პროდუქციას, თანხასაც თავისთავად უკან დავიბრუნებთ მომხმარებელს. ან შეუცვლით უკვე სურვილის მიხედვით, კი ბატონო, ან დავიბრუნებთ, ან შეუცვლით ეს სოფო ნიშნავს იმას, რომ თქვენ იმდენად დარწმუნებული ხართ თქვენს ხარისხში და იმდენად ზუსტად პასუხობთ იმ სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცით, რომ ალბათ ეგეთი ფაქტები ძალიან ცოტა ან საერთოდ არ იქნება. შემთხვევა, რომ რაღაცა დავუშვათ ავთენტურობასთან დაკავშირებით ყოფილიყო, ან მაგაზეც ვისაუბრებ, რას ნიშნავს ახლა რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ. არ ქონია ეგეთი შემთხვევა, რომ რაღაცა ავთენტურობასთან ყოფილიყო რაღაცა პრობლემა დაკავშირებული და ამიტომ რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენ პროდუქციაში და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ კარგად მოიხوارს მომხმარებელი, მზად ვართ, რომ წავიდეთ ზოგადად ჩვენი sales პოლიტიკა მაგაზე არის მაქსიმალურად ვთქვათ, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანი აქსესუარი არის, როგორც საერთოდ არც მსმენია და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგითო თქვი რაღაცა know-how-ს ავიტო. კი, მე ძალიან ხშირად ვიცვლი, ასე ვთქვათ, სახლს და ნუ ეს მატრასის თემა ჩემთვისაც რაღაცა ისეთი დაუძლეველი პრობლემაა. თან ახლა, როდესაც ჩემი ბავშვებიც ჩვენთან ერთად წვანან, უკვე ეს მატრასზე ფიქრი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მეტად ფიქრობ, რომ არ დაუზიანო არაფერი ბავშვს და ეხლა ძალიან დამამშვიდე, იმიტომ რომ ცოტა რბილი არის ჩვენი მატრასი, მაგრამ ეხლა ნახეთ რა პრობლემა არის და ეხლა თქვენგან მინდა კომპეტენტური პასუხის მოსმენა. რაღაცა პერიოდის მერე იცვლის ფორმას. ეს ნორმალურია თუ არ უნდა იცვლიდეს მატრასი ფორმას? კი, მატრასი ყველა იცვლის ფორმას რაღაც პერიოდის მერე. ეხლა რა თქმა უნდა ნედლეულს გააჩნია, როგორი ნედლეულისგან არის დამზადებული, მაგრამ ეხლა ჩვენ როდესაც თავაზობთ ყველაზე ჩვენი პოპულარული მოდელი გვაქვს ესეთი შეფუთული ზამბარის მატრასი, ვეუბნებით რომ ამ მატრასმა 5 წლის განმავლობაში ფორმა არ უნდა ჩავარდეს, ზამბარები არ უნდა გაიშალოს, ასე შემდეგ, ამაზე პასუხისმგებლები ვართ. იმიტომ რომ ნუ ნედლეულთან დაკავშირებით. ფორმას იცვლის ყველა, დამოკიდებული იმაზე, თუ რა მასალისგან არის დამზადებული. თუ თქვენ გაქვთ რაღაცა შედარებით დაბალი ხარისხის მასალისგან დამზადებული, შესაბამისად უფრო ნაკლები პერიოდი არის გათვალისწინებული იმის, რომ ფორმას 5 წელი, ხო? 5 წელი არის, ანუ სასტარტო პერიოდი ჩვენ პროდუქციაზე, ახლა კონკრეტულად საუბრობთ და გვაქვს შედარებით ბიუჯეტური ვარიანტებით, რომელზეც ვეუბნებთ, რომ 2 წელი არის გარანტია მისი იმის, რომ არ გაიშლება კონსტრუქცია. ფორმას აბსოლუტურად ყველა იცვლის, უბრალოდ ექსპლუატაციიდან გამოსვლის პერიოდში ახლა გამოსაცვლელი არის უკვე, ანუ 5-7 წელი. მაგაზე ძალიან ბევრი კამპანიები გქონდა ჩვენ, აი რამდენი ხანი უნდა გვემსახუროს, ესე ვთქვათ, მატრასი და კარგი ხარისხის მატრასი 7 წელი მაინც, ესე ვთქვათ, 7 წელი. ხო, უნდა გამოვიყენოთ კარგად. ეხლა ჩვენში თავზე რაღაცა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ ზამბარებზე, სიმყარეზე, სირბილეზე, კომფორტზე. თვითონ ზემოდან ეს მატერია, მისი ბუნებრივობა, ესეც ხო ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ აი როგორი ხარისხიც არ უნდა იყოს, შიგნით მატრასის ვიზუალი თუ ადვილად ფუჭდება, მე რაღაცნაირად ის არის, უხარისხოს შთაბეჭდილებას იწვევს და თვითონ ზედწოლაც რაღაცა უსიამოვნო. აი ამ კუთხით როგორ ხდება შერჩევა აი ამ ზედაპირის? ქსოვილებს გულისხმობთ, ქსოვილებიც რა თქმა უნდა ინდივიდუალური, ანუ ამ წუთას წარმოებაში გვაქვს ორი სახეობის, ანუ გვაქვს როგორც ღია ფერის, ისე მუქი ფერის, ანუ ვიღაცას მოსწონს დაუშვათ თეთრი ზედაპირი, ვიღაცას მოსწონს მუქი, იმიტომ რომ რაღაცა ნაკლებად გაისვაროს ჭურჭყისგან, ნაკლებად დაზიანდეს, ასე შემდეგ. ქსოვილი ყველა არის ჰიპოალერგენული და ანტიალერგენული, თუ გინდა რომ ერთი და იგივე არის ეგ, ანუ ჩვენ წარმოებაში ეგეთი ბამბის ზედაპირი არის, რა თქმა უნდა პოლიესტერსაც შეიცავს, მაგრამ არის ისეთი რომ ადვილად იწმინდება, დასვრისგან, ლაქებისგან და ასე შემდეგ. დამოკიდებული არის იმაზე, თუ რამდენად ხშირად, ასე ვთქვათ, უვლიც ერთი სიტყვით და მტვერის განასუფთავებთ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ტემპერატურული თვისებები, ზაფხულში რო ცხელი არ იყოს, ზამთარში რო ცივი არ იყოს, რა თქმა უნდა, ეგეთ დაცული. მოკლედ, ქსოვილი, რომელსაც ვიყენებთ შესაფუთად და შესაკერად არის ანტიალერგიული, შესაბამისად არის ტემპერატურული თვისებების დარეგულირებული, ადვილად მოსავლე, ადვილად იწმინდება მტვერისგან და სითხისგანაც თუ გნება თუ რაღაცა დაისხა ზედ. გასაგებია. ახლა მე მაინტერესებს სოფო, თქვენ აი ეს პროდუქცია, ანუ რაღაცა ტესტს გადის, ხო? რამდენი წელია ბაზარზე ხართ და ალბათ რაღაცა ცვლილებები, შეცდომები, მომხმარებლის ფიდბექი, ასე ვთქვათ, უკუ რეაქციის
ისგანაც აი რა არის ის რასაც მიხვდით და რითიც ახლა ამაყობთ და ხართ და პოზიციონირებთ ბაზარზე. კი ბატონო, 5 წელი არის რაც ბაზარზე ვართ, ყველაფერი დაიწყო რუსთავში პატარა საწარმოს გახსნით, შემდეგ რუსთავში იყო ფილიალები, ეხლა თბილისში და ამ წლების მანძილზე დავტესტეთ ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მომხმარებელს სიამოვნებს, როდესაც მასზე მორგებულ ინდივიდუალურ მომსახურებას თავაზობ. არ აქვს მნიშვნელობა პროდუქცია არის საუბარი თუ თუნდაც უბრალოდ მიტანის სერვისზე. ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ინდივიდუალურად მივუდგეთ ყველას. გვაქვს უამრავი სახეობის მოდელი, მაგრამ ხშირად არის შემთხვევა რომ მოდის და არც ერთი არ მოწონს ერთი სიტყვით. არ მომწონს არ ვიცი რა მინდა. აი ასეთ შემთხვევაში თქვენი კომპეტენტობა ძალიან მნიშვნელოვანია. დეტალური ინფორმაცია, კონსულტაცია, რაღაცა ესეთი სატესტო პერიოდი რაც წეღან ახსენეთ ასე შემდეგ და თუ საბოლოო ვარიანტში მაინც ვერ შევჯერდით რომ წარმოდგენილ ადგილზე მოდელი ვერ შეარჩია, მაშინ თავაზობთ ეს რაღაცას რომ ააწყე მეტრესი შენით, რაც ნიშნავს იმას რომ შეარჩიე რომელი ღრუბელი მოგწონს, როგორი სამბარა მოგწონს და ჩვენ ინდივიდუალურად შეგიკერავთ და აი ეს ინდივიდუალური მიდგომა ძალიან კარგად დავტესტეთ, ძალიან გაამყარა ნდობა და ესე ვთქვათ საქმიანი ურთიერთობა ჩვენ და მომხმარებელს შორის. თალსახად როდესაც იცის მომხმარებელმა რა უნდა ან რომელი ღრუბელი, რომელიც სამბარა, როგორი სიმაღლე და ასე შემდეგ, თავისთავად ძალიან დიდი კომფორტია, როცა ამას თავაზობთ. ესეთი შედარებით ცოტა ადამიანი არის ხოლმე, მაგრამ ეს ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, დიდი სიამოვნებით უწევთ ხოლმე ნებისმიერ სახის კონსულტაციას. ძალიან კარგი. თქვენ ახსენეთ სოფო, რომ მოსვლა არის თქვენთვის უფრო იცავს უფრო მომხმარებელს, როცა ადგილზე მოდის, როცა თვითონ ტესტავს ამ ყველაფერს და ოჯახით თუ მოდის, რომ ყველა წევრი ყოფილი იყოს, ძალიან კარგი იქნება. და მე მაინტერესებს, დაუშვათ მოვედი მეუღლესთან ერთად და მინდა რომ რაღაცა კონკრეტული მატრასი შევჩიო. ყველა სახეობა რასაც აწარმოებთ, არის წარმოდგენილი შოურუმში თუ რაღაცები მე თვითონ უნდა წარმოვიდგინო? კი, ყველა სახეობა გვაქვს შოურუმში წარმოდგენილი აბსოლუტურად, სატესტო მოდელებს ეძახით, რომელიც გვილაგია და შეუძლია ნებისმიერი ხელით გატესტოს დაწვეს მომხმარებელს, არანაირი პრობლემა ამაზე არ არის. თუნდაც ქსოვილი, ასევე იქვე გვაქვს სატესტო მოდელები ქსოვილების, რომლებიც შეუძლია ხელით გასინჯოს, მოირგოს ერთი სიტყვით და თუ რაღაცა განსაკუთრებული კიდე რაღაც სხვა პირობები აქვს, ამას ვიწერთ, ვითვალისწინებთ და შესაბამისად მე ვამზადებთ. ყოველთვის არის კომპეტენტური ადამიანი, რომელიც ამ რჩევებს და რეკომენდაციებს გასცემს ადგილზე, ხო? კი, ჩვენი გუნდი, განსაკუთრებით გაყიდვის თანამშრომლები ძალიან დატრენინგებული ყავს ამ მხრივ, რომ განებისმიერ მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ მოდელზე, რომელსაც შეარჩევს. აგრეთვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ზომების მიხედვით თუ მზადდება, აი ბავშვებისთვის თუ მზადდება ზომები და აი ამ კუთხითაც რეკომენდაციებს და რჩევებს თუ გასცემთ აი შესწავლილი სტანდარტების მიხედვით. კი ბატონო, კი, ნებისმიერი სახის, ნებისმიერი ზომის, ნებისმიერი სიმაღლის, სიხისტის, ერთ სიტყვით შეზღუდვა არ გვაქვს არაფერზე. ბავშვებს სადაც რა თქმა უნდა ხშირად მოდიან ხოლმე ბავშვების მოდელებსაც არჩევენ, ვიღაცას ურჩევნია რომ მყარ ზედაპირზე დაიწინოს ბავშვმა, ვიღაცას შედარებით რბილზე. როგორც გითხარით, ამასაც ახლა არის ეგეთი გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ხის ზედაპირზე დაიწინოს მოსწრებით. ეგმითი დავამცხრეთ და ამის მერე ჩავფუშბეშთებით, როგორც შენ მოგვეცი რჩევები და ძალიან კარგია რომ ეს გადავამოწმო ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ სწავლობთ და დიდი მნიშვნელობას ვაინტერესებს. და აი ნახეთ აი ეს რაღაცა გავრცელებული მითის მიხედვით ცოტა დისკომფორტს მიქმნის ეს მყარი ზედაპირი და ვიტანდი, იმიტომ რომ მე გამოძინებული ხართ. არ ვარ კარგი გამოძინებული სოფო და მე ვიცი უკვე სად უნდა წავიდე რომ კარგად გამოვიცინო. ამ თემას არ უთმობ ხოლმე დიდ ყურადღებას, რომ ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ იმაზე, რამდენად დამოკიდებული არის მატრასის ხარისხი პირდაპირ, ძილის ხარისხზე. მე პირადად დავწმუნდი ამაში, სანამ ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებდი, არ მქონდა ესეთი რაღაცა დაწვრილები წარმოდგენა ამ ყველაფერს და მას შემდეგ რაც მატრასი შევცვალე, მივხვდი რომ 50% მოგვარდა პრობლემის. ძალიან კარგი და იმდენად დამაჯერებლად და მართლა იმდენად კომპეტენტური ხართ ამ საკითხში, რომ ერთი სული მაქვს მივიდე და მოვისრულო ჩემი ვასაფრთხო მატრასი და შევცვალო სასწრაფოდ. სოფო, მე მაინტერესებს, აი თქვენ, ადგილზე ხდება წარმოება, იმიტომ რომ ახსენეთ, რომ ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებთ, შესაბამისად ადგილზე ხდება წარმოება. რა დროს მოითხოვს, ხა მზას, როდესაც ყიდულობ და გამზადებული არის და მხოლოდ აი რავი ზედაპირს უცვლი, ალბათ ეს უფრო მოკლედ რო არის. აი რამდენად არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული დედლაინები თქვენთან დაცული? კი ბატონო, გეტყვით. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ წარმოება ხდება საქართველოში
საქართველოში, თუმცა ნედლეული შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან, ცხეთიდან შემოდის ქართულ ნედლეულს არ ვიყენებთ. დამზადებას რაც შეეხება, წაღან სანამ გადაცემა შემოვიდოდით, საუბრობდი ზუსტად მაგაზე, რომ თავიდან მეც მეკონა, რომ რაღაცა 2-3 დღეს მოიცავდა მეტრესის დამზადების პერიოდი, მაგრამ მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი 13 წუთში, როგორ დავამზადეთ მომხმარებელს. მე მეგონა, რომ ეს 2-3 დღის საქმე კი არ არის, ეს თელი თვეების არის, მე მეგონა ისე დაიწყე. არა, ძალიან მარტივად ხდება, ანუ თანამედროვე დანადგარები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთი დღე მაქსიმუმ ვეუბნებით ხოლმე deadlines, ძირითადად რა ვიცი, როცა თვითონ აწყობს მომხმარებელს რომ მიუტანოთ, ანუ არანაირი პრობლემა არ არის. ყავს რამდენიმე ეკიპაჟი delivery-ის და ადგილზე მიგვაქვს იმ დღესვე ან მეორე დღეს მაქსიმუმ. გასაგებია, ანუ ავეჯის გამზადებას რო ვუკვეთავთ და არავინ არ იცის როდის გამზადდება. აი ეს ვადები არ გჭირდებათ, ანუ თქვენ ჭირდებათ მაქსიმუმ მეორე დღე შეკვეთიდან არის ისიც რაღაც გამონაკლისის შემთხვევებში, ანუ სწრაფად ხდება ძალიან დამზადება. ძალიან კარგი. ავეჯი ვახსენეთ და როგორც ვიცი, სოფო მხოლოდ მატრასის წარმოება არ ხდება თქვენთან, ხო? კი, ეხლა ხას დავამატეთ, პრინციპში ეხლა ხას დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ დავამატეთ წარმოებაში ავეჯიც, როგორც საწინებლის ავეჯი, ისე სამზარეულოს. მოკლედ, აქაც იგივე სიტუაცია არის, ინდივიდუალურ შეკვეთებს ვიღებთ, გვაქვს რაღაცა მზა მოდელები, რომლებიც რაღაც ჩვენი დიზაინით არის შექმნილი და ასე შემდეგ, ესენიც ყველაფერი სოცგზელებშიც განთავსებული გვაქვს, კატალოგებიც გვაქვს ამის და ასე შემდეგ. შოურუმშიც აუცილებლად. თქვენ ხარ რამდენიმე შოურუმი ახსენეთ, ანუ რამდენიმე ადგილას გაქვთ ხო, როგორც მივხვდით და ავეჯის ნახვაც შესაძლებელია ყველგან სადაც მოვალთ. კი, ძირითადად ავეჯის მოდელები საწოლებზე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში, საწოლების მოდელებიც იგივე მისამართზე, რაც დავუშვათ მეტრესების მაღაზია გვაქვს თბილისში, კონკრეტულად სავაჭრო ცენტრის აბაში, ეს არის მესამე სართული, აქაც წარმოდგენილი გვაქვს დასაწოლების მოდელები, როგორც მეტრესების და რა თქმა უნდა ინდივიდუალურადაც თუ დავუშვათ რაღაცა ფოტოთი მოდის ხოლმე მომხმარებელი მეუბნება ესეთი გვინდა, მაგაცაც არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ ხა ვადებში რა თქმა უნდა განსხვავება არის საწოლში. თავისთავად. და აი ზუსტად ეს უნდა მეკითხა, როგორც მატრას მეორე დღეს ამზადებთ, ისე სიტყვა და საქმე თუ არის ავეჯის აწყობის დროსაც, იმიტომ რომ ძალიან ისეთი პრობლემა არის საქართველოში, იმიტომ რომ ავეჯს მოგიტანთ ორშაბათს, ეს ორშაბათი არავინ იცის რომელი ორშაბათია. და თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება? აი მაქსიმალურად ვცდილობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ავეჯზე და მატრასებზეც პრინციპში მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც სასიხარულო არის და მომწონს რომ ჩვენ ქვეყანაში ესეთი სიტუაცია არის, ყველაფერს მიუხედავად. ესე იგი, საწოლების შემთხვევაში ვეუბნებით ხოლმე 3-4 დღე, თუ იქიდან გამომდინარე თუ რაღაცა ძალიან დიდი შეკვეთების ბევრი რაოდენობა გვაქვს, მაქსიმუმ 4-5 დღე დაჭირდა შეკვეთის დამზადებას და ესეც აქაც ბიტანის აწყობის სერვისი, ყველაფერი გაქვთ ხო თავისთავად. და დავამატებ, რომ თბილისის და რუსთავის მასშტაბით და ნუ შემოგარენშიც პრინციპში რაღაცა თბილისის და რუსთავის შემოგარენში ტრანსპორტირება უფასო არის მეტრესების შემთხვევაში საწოლებზე თუ დავუშვათ აწყობის თანხა ემატება ხოლმე ეგ არის ხო გასაგებია და რეგიონებში სოფო გაქვთ თუ არა რეგიონებში მიტანის სერვისი გვაქვს უბრალოდ ტრანსპორტირების თანხას ემატება ხოლმე და ვინც მზად არის რაღაც ტრანსპორტირების თანხა ის ინდივიდუალურად იანგარიშება აბსოლუტურად გაჩნია რაღაცა ლოკაცია სად გვაქვს სეტანი შეკვეთასაც ალბათ ხო რამდენია როგორ არის თავისთავად ამასაც გააჩნია ალბათ ეხლა გეგმავთ გაფართოებას რეგიონებს მოვიცავთ აუცილებლად ბორჯომში გვაქვს ფილიალი და ბორჯომშიც ეხაც შოურუმი ფუნქციონირებს და მუშაობს უახლოს მომავალში გეგმება ბათუმში და ქუთაისში ჯერჯერობით დასავლეთ საქართველოზე გავალთ იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა არის და ესეც სიხარულოა რომ ძალიან კარგი მოთხოვნა არის ძალიან დიდი მადლობა მე მაინტერესებს სოფო ძალიან ბევრჯერ ახსენე ონლაინ შეკვეთა ონლაინ შეძენა აი როგორ ხდება ონლაინ თქვენი პროდუქციის ნახვა თუნდაც შეძენა პროდუქციის სად რომელ მისამართზე რო გითხრათ? კი ბატონო, ონლაინ შეკვეთა შესაძლებელი არის Facebook-ის გვერდის მეშვეობით, შეუძლია მომხმარებელს გადმოვიდეს ან Instagram-ზე იგივე soft matrasi ჩვეულებრივად ისერჩება. Soft matrasi Instagram-ზეც და Facebook-ზეც ჩვეულებრივად ისერჩება, გადმოდის პირად შეტყობინებაში გვაქვს ხოლმე კომუნიკაცია, აქაც ან ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად მობილიზებულად და ოპერატიულად პასუხობენ ხოლმე შეტყობინებებს. გვაქვს ხოლმე ონლაინ კონსულტაცია, დავუშვათ თუ ნახვა სურს მომხმარებელს და ვერ ახერხებს მოსვლას ადგილზე ვიდეო ჩართვით შეგვიძლია ვაჩვენოთ ფოტოები შეგვიძლია გავგზავნოთ ხუთიანზე არის ხო და თუ აწყობს ადგილზე მისამართზე მოსვლა ის საერთოდ ჩვენთვის ანუ გათვლილი ყოველ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე რაღაც მოტოვებული გვაქვს სტომილებები კი ყოველთვის ის შეთად არის შემთხვევა რაღაც ზომა არ დაემთხვეს
მაგრამ ეს ამისგანაც მხარებელი დასხვეული არის იმ ხრი რომ თუ დავუშვათ ზომა არ გამოადგა აუცილებლად ეს გამოცვლის პროცესი და დატესტვის პერიოდი ისე მომწონს და ისეთი კარგია და ისეთი მართლა სიახლე არის და ზრუნვა მომხმარებელზე რომ მეც მიხარია რომ კომპანიებმა აი ასე დაიწყეს მომხმარებლებზე და მხოლოდ გაყიდვა არ არის ერთჯერადი თქვენი რაღაცა ისა თქვენთვის მნიშვნელოვანი და ეგ ძალიან კარგია ვისარგებლებ თქვენი ერთ-ერთი შემთხვევას განვიხილავ ძალიან სამწუხარო ესეთი სტატისტიკა გვაქვს ბაზარზე ხშირად ხდება ხოლმე ისე რომ ადგილზე მისულ მომხმარებელს არჩევინებენ დავუშვათ რაღაცა ერთ მოდელს ერთი კონკრეტული შიგთავსით მატრასებზე ვსაუბრობ და როდესაც შეკვეთას იღებენ შეიძლება ავთენტური შიგთავსი არ იყოს ის შიგთავსი რომელიც შეარჩევინეს ადგილზე და უფრო იაფასიანი პროდუქცია აღმოჩნდეს რეალურად მატრასში და ეს არის ჩვენი ესე ვთქვათ ნომერ პირველი გამოწვევა იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეხა კონკურენცია არის ბაზარზე ვცდილობთ რომ რაღაცა ამ მაშინ არ მოვექცეთ ამ წრეში რომ მაქსიმალურად ნდობა მოვიპოვოთ და ჩვენი ნოუ-ჰაუ ზუსტად მაგას ემსახურება რომ რთული გადასამოწმებელია ეხა რო თქვით ზუსტად მატრასის შერჩევის დროს მქონია ეგრო ეხა ძალიან ვიცი შიგნით როგორია თუ რა არის ისგან არის აწყობელი და ამისგან თავის დაცვა როგორ ხდება ანუ ჩვენ ხო იდეაში ვეღარ ნახავთ იქ შიგთავსი როგორი არის აუცილებლად დეტალურად გამოკითხეთ ადგილზე როცა მიდიხართ აი რა მასალა არის როგორი თვისებები აქვს აი რამდენ ხანში უნდა დავუშვათ რაღაცა შეიცვალოს ფორმა ასე შემდეგ გარდა ამისა მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს ოფიციალური გარანტია ამ ყველაფერზე გარანტიას არ გულისხმობ რაღაცა სიტყვიერ გარანტიას ყველა შეიძლება რაღაცა გარანტიას შეპირდეს ოფიციალური გარანტია დამოწმებული ბეჭდით და ასე შემდეგ და აუცილებლად თუ გაძლევთ მომხმარებელის საშუალებას პასუხისმგებლობას იღებს მწარმოებელი რომ დაიბრუნებს პროდუქციას იმ შემთხვევაში თუ არ აღმოჩნდება ავთენტური ესეც ძალიან კარგი დამეტებით მოკლედ ოფიციალური გარანტია და მაქსიმალური ინფორმაცია ადგილზე ნეტლეულზე და ასე შემდეგ. თქვით რომ არჩევინებენ ადგილზე გულისხმობთ რომ თქვენთან რომ მოდიან შოურუმში და იქ ადგილზე რასაც ნახულობენ ხო? ამას და მე შეიძლება რომ კი არის ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრი ჩვენ პირადშიც მოუწერიათ ჩვენთვის რომ აი ამ კომპანიაში შევიძინე და ადგილზე მომეწონა გადასარევი იყო და სახში რაც მომიტანეს საერთოდ ან შეგრძნებითაც ხო ხდება ხა ადამიანი. მე მგონი სოფო ამ პრობლემის წინაშე ვარ მეც და არასოდეს მიფიქრია ამაზე. შემთხვევები არის ეგეთი და აი მაგასთან ბრძოლას ემსახურებას და ჩვენი ეს რაღაცა წეგან მოახსენე ნოუ-ჰაუ მეთქი რომ გატესტოს ადამიანმა და ვეუნებით ხოლმე რომ თუ გინდა რა ვიცი გაჭერი და ამ გაჭრილ მატრას უკან წავიღებთ თუ რაღაცა არ მოგეწონება და ასე შემდეგ ანუ მაგაზე ესეთი თავდაჯერებულები ხართ რომ ზუსტად იცით რასაც საკეთებთ მართალი კომპანია ძალიან დიდხანს იქნება ბაზარზე და ძალიან სწორად იქნება ამაში ეჭვი არ მეპარება ყველა მართალ საქმეში ეგრეა და მით უმეტეს ასეთი მზრუნველობა აუცილებლად დაფასდება. ხელსაყრელი რაღაცა არის, როცა მომხმარებელი გენდობა, ეხლა ძალიან კარგად ვიცით როგორ მუშაობს თქმულში რაღაცა ესე ვიღაცას მოუყვა და რა თქმა უნდა ეს ნდობა არის ჩვენი აი 5 წლის პირველ რიგში მონოპოლარი, რაც შეიძლება ვთქვათ რომ მომხმარებელი გენდობა ამით ვამაყობთ პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი, მაგრამ ხო, საქართველოს პატარა არის და ანუ რჩევით ხდება მე კომპანია წარმატებული და თან რაღაცა ის ვადებიც მალე მოდის, როდესაც და შევცვალოთ თურმე ეს მატრასებიც და 5-7 წელი საშუალოდ. გასაგებია, ზოგადად კონკრეტიკა არ მინდა სოფო, მაგრამ ისე მითხარი, რამდენად ხელმისაწვდომი არის თქვენი ეს ძალიან ძვირფასი მატრასები, რომელზეც ამდენი ნაფიქრი გაქვთ და ასე გაქვთ აწყობილი და დაგეგმილი ეს ბიზნესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ცოტა ის არის ახალი არის ჩვენს ბაზარზე ასე ვთქვათ. და რამდენად რა გითხეთ ხელმისაწვდომობაზე ხო რამდენად ხელმისაწვდომი არის მოკლედ ყველანაირ სეგმენტზე გვაქვს გათვლილი პროდუქცია გვაქვს არ ვიცი 200 ლარიდან იწყება ფასები ეხა არ დაკონკრეტები მაქსიმალურად მაქსიმუმზე და ნებისმიერი მაქსიმუმი ხო თქვით რომ ნებისმიერ მოთხოვას აკმაყოფილებს და ახლა თუ მინდა ასეთი მაღალი და მდიდრული და მეფის ისა ზომას თუ აქვს შეზღუდვა აუცილებლად ზომას აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა საფასური დამოკიდებული არის
მატრის ზომაზე, თუმცა ანუ ყველაზე სტანდარტული ზომა, ყველაზე სტანდარტული მატრასი, ბიუჯეტური, გულისხმობ 200 ლარიდან იწყება ფასები. 200 ლარიანი მოდელი საკმაოდ გამძლეა, მაგასაც მასაც თავისი გარანტია აქვს. მოკლედ, ყველა სეგმენტზე არის გათვლილი. რაღაცა დაუჯერებელი ფასი დაასახელეთ ახლა, მაგრამ ნუ ისეთი სანდო ხართ შემოდავებასაც არ ვაპირებთ. ფურნიტურა ახსენეს, ოფორო ფურნიტურა საზღვარგარეთიდან ჩამოგვაქვს. აი ეგ ფურნიტურა როგორი ტესტება? თუ თქვენმა წლების გამოცდილება მოგცათ, აი ეს გარანტიებიც ფურნიტურასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ნედლეული შემოდის, არ დავკონკრეტებ ქვეყანას, მაგრამ საზღვარგარეთთან შემოგვაქვს ნედლეული ჩვენი დამფუძნებელი დირექტორი და ასე შემდეგ წარმომადგენლები პირადად მიდიან ადგილზე, უცხოეთში პირადად იქ ქარხანაშივე ამოწმებენ პროდუქციას, არსებობს ამისი, ესე ვთქვათ, პროტოკოლი, როგორ შემოწმდეს ეს ყველაფერი ადგილზე და ჩვენ წლების მანძილზე გვყავს ერთი მომწოდებელი, რომელსაც ვენდობით და ყოველთვის მისგან მოკლედ ამ მომწოდებლისგან ხდება ნედლეული შეძენა და ის მანაც თქვენ დაგინდათ, როგორი მოთხოვნები გაქვთ და მის შესაბამისად ხდება. ისეთი ტექნოლოგიები, ისეთი დახვეწილია წარმოება ზოგადად აი თუნდაც იმ ხრუბლის, რომელიცგანაც მზადდება მატრასები, რომ საერთოდ ისეთ მოდელებს გვიგზავნიან ხოლმე, ჩვენ თუნდაც შოქში ვართ, ანუ იმდენად ტაქტიურად ძალიან სასიამოვნო ერთი სიტყვით მასალისგან. ზედაპირები სასწაული, მართლა ხრუბლებში გწინავს. ზრუნავ სიტყვის მნიშვნელობით. მე ერთი სული მაქვს შენ შოურუმში გამოყვე აქედან და ყველა მატრასზე დაუწვე და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ესეთი კომპეტენტური ხარ, ესეთი დარწმუნებული ხარ იმაში, რაზეც საუბრობ და დარწმუნებული ვარ ხა ადამიანებს, ვისაც უნდათ მატრასის შეცვლა ადამიანებს, ვინც ახალსახლში გადადიან, თუ მოგისმენენ და აუცილებლად მოგვისმენთ, ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია ხარ და რჩევა ხარ ეხა მათთვის და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. Soft Mattress ქვია კომპანიას, რომლის წარმომადგენელიც არის სოფო ციკარიშვილი, თუ ეხა შემოგვერდით ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო და ვისაც გაინტერესებთ 7 წელი ხარისხიანი მატრასი კომპანია, რომელიც პირდაპირ თქვენზე ზრუნავს, აუცილებლად ეს ინტერვიუ მოისმინეთ და ჩაინიშნეთ აუცილებლად ის მისამართები, რომელსაც სოფო იტყვის, იმიტომ რომ ძალიან ხანგრძლივად და ძალიან სწორად და ზუსტად ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მატრასის შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ. სოფო კიდევ ერთხელ გითხარით, რა მისამართები არის თქვენი შოურუმი და ონლაინ რა მისამართებზე შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, დღევანდელი ჩვენი სტუმრობა. ესე იგი შეკვეთა თუ ვინმეს მოუნდება, შეუძლია პირველ რიგში ონლაინ, იმიტომ რომ რაღაცნაირად უცებ ყველას ეგრე მოგწონს და გვეკომფორტულება ხა ადგილზე სიარულზე, რომ ონლაინ შევკვეთოთ. პირველ რიგში ვეძებთ Facebook-ის გვერდზე კომპანია Soft Mattress-ი, ეგრევე ისერჩება, პირველი ჩვენი კომპანია არის. შეგიძლიათ მოგწეროთ პირად შეტყობინებაში Facebook-ს და Instagram გვერდებზე, ან დაგვირეკოთ, მეორე გზა ეგ არის, ხა ვიღაცას დარეკვა ურჩევნია, უფრო პირადად გასაუბრება და ასე შემდეგ. შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 568 22 22 34. დეტალურ კონსულტაციას გაგიწევენ ამ ნომერზეც ასევე, ან მობრძანდეთ უკვე ფიზიკურად მისამართზე თბილისში, ეს არის სავაჭრო ცენტრი საბა, მესამე სართული, სექტორი 2A. ან რუსთავში გვეწვიოთ, უშუალოდ საწარმო შოურუმი, სადაც გვაქვს, ეს არის მე-17 მიკრორაიონი, მესამე კორპუსი, ასე რომ ამ მისამართებზე ვართ. ბორჯომშიც გვაქვს, ესე იგი ვაშლოვანას ნომერ 5-ში არის ჩვენი და როგორც ვითხარი, ბათუმში და ქუთაისში ბათუმში და ქუთაისში გეგმება, ამაზე რა თქმა უნდა ინფორმაცია გვექნება ძალიან მალე, სოციალურ ქსელებშიც დავწერთ და ძალიან კარგი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩვენი კუთხიდან იზღუდება შეკვეთა, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რეგიონიდან შევკვეთოთ. რეგიონებშიც მიწოდება შესაძლებელია. ანუ ის კრიტერიუმები, სოფორაზეც თქვენ ესე საუბრობთ, ანუ თქვენმა კონსულტანტებმაც აი ესე ბოლომდე გაწევა ამ კონსულტაციის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დატრენინგებულები არიან და მომხმარებელს ზუსტ და სწორ ინფორმაციას აწვდიან ყველაფერთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი გაყიდვების თანამშრომელი მაქსიმალურად ინფორმაციულ ამომწურავ კონსულტაციას უწევს მომხმარებელს, თუ რაღაც ახალი ნედლეული შემოგვაქვს, აუცილებლად პირველ რიგში ტრენინგდებიან თანამშრომლები, რომლებიც შოურუმებში არიან, ან რომლებიც ონლაინ მუშაობენ. პირველ რიგში მათთან მიდის ეს ინფორმაცია, ესე იღეჭება ყველაფერი, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად ინდივიდუალურად და ამომწურავად მიეწოდან ინფორმაცია. და აუცილებლად ვთქვათ, რომ მათი ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება და მართლა ყველაზე გიჟური მოთხოვნებიც კი შეგვიძლია. აი, როგორი არის ყველაზე გიჟური, რომელიც შეგისრულებიან და წარმოგიდგენიათ, რომ შეასრულოთ. ვიღაცას მოწონს ერთ მხარეს დაუშვათ მეუღლეებს მოწონს, რომ ერთ მხარეს თბილი იყოს, მეორე მხარეს მკვრივი იყოს. არც ეგ არ არის პრობლემა. შეგვიძლია მართლა ვამბობ. შეგვიძლია დავამზადოთ
მატრასი, რომელსაც ზამთარში და ზაფხულშიც ერთნაირ კომფორტულად გამოიყენებთ, ამოატრიალებთ ერთ მხარეს გრილი იქნება ზაფხულში და მეორე მხარეს მასალა არის, რომელიც გრილი და სითბოს და ყველა ზოგადად ნედლეულს ყოველს აქვს რაღაც თავის ტემპერატურული ესეთი თვისებები, ანუ არის ამ თვის ნედლეული, არის ზაფხულის, რომელიც შედარებით გრილია, რაღაცა ჰაერის ძალიან პრაქტიკულია და ძალიან ისეთი არის რა. კი. და რაც აქამდე არ დაგვიტესტავს და არ გქონია იმასაც აუცილებლად რაღაცა გამოვიგონებთ. ქართველებს ფანტაზიების მეტი რა აქვს და მოთხოვნების მეტი რა აქვს და თუ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ამ ყველაფერს დაგვიკმაყოფილებენ, ხო ძალიან ბედნიერები ვარ. ეს ძალიან საინტერესო პროცესი არის ტესტად ხოლმე ეგეთ რაღაც. კი, მე აუცილებლად თქვენთან მოვდივარ, ჯერ მეც ვეძებდი კომპანიას, რომელიც ბავშვების მატრასს დამიმზადებს, იმიტომ რომ უკვე დიდები არიან და მინდა რომ გადავაწვინოთ და მინდა რომ თავთავისი, ასე ვთქვათ, ლოგინი, საწოლი კონტენტი და საწოლსაც ვიცი უკვე სად შევუკვეთა და მატრასსაც და აუცილებლად რამე გიჟური იდეით მოვალ რომ არანერვული ჩვენ გვიყვარს გამოწვევები. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ბაზარზე, ძალიან დიდი მადლობა რომ ასე ზრუნავთ მომხმარებელზე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ მართალი სწორი კომპანია და ხარისხენი კომპანია ძალიან დიდხანს არის ხოლმე ბაზარზე და მეც გისურვებთ რომ ძალიან დიდხანს იყოთ ჩვენი ასე ვთქვათ გიჟური იდეების განხორციელებლად. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. მე ზუსტად ვიცი თქვენ ისეთი მზარდი კომპანია ხართ რომ ამით არ გაჩერდებით და კიდე 1000 სიახლე შემოგთავაზებთ და პირობა მომეცი რომ ჩვენ ვიქნებით სტუდია სადაც გამიზიარებ ყოველთვის სიახლეს. ისემენებით კიდე გეწევით და თქვენს გელოდებით ჩვენთან შეერჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.